ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ზუგდიდში იმყოფება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა საქართველოს რეგიონებიც უერთდებიან. რადიო თეატრის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას ახალ ამბებს თია შონია გაგაცნობთ. 8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და ახალი სასათბურე მეურნეობა 5.5 ჰექტარზე სოფელ ცაიში პროგრამის აწარმოა საქართველოში პარკლებში დაფინანსებული საწარმოს ტიმორ ასოციეიშნ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. სამთავრობო პროგრამის პარკლებში ტიმორ ასოციეიშნ 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას ღებულობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე 150 ტონა პომიდურის მოსავალი უკვე მიღებულია, რომელიც როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გადის. ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და თქვა, რომ ისინი გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს. შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში მაკდონალდსი ოფიციალურად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში 5 თვეში აშენდა. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 5.2 მილიონი ლარი შეადგინა. რესტორანში უკვე 70 ახალგაზრდაა დასაქმებული. ბიზნესმენმა თემურ ჭონიამ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხია 10,000 ლარის კუპონი გადასცა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჭონიას საპატიო ზუგდიდელის წოდება უნდა მიენიჭოს. ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაციაც გაიმართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროგრამა მოქმედება. 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და მთავრობის მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზუგდიდის დადიანების კომპლექსში შემავალ ნიკოსეულს სასახლეს და სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა და ანია დარაშვილის ორგანიზაცია თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის წევრებმა ნიკოსეულს სასახლეში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლა საპროტესტო აქციით გამოხატეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობა უმოქმედებაში დაადანაშაულეს და მთავრობის მეთაურს გადადგომისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წითელი ბარათებიც კი უჩვენეს. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ნაკრძალების ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობა აკრძალა. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით აკრძალვა ეხება რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ნაკრძალში მდებარე ობიექტების რეკონსტრუქციას, ისევე როგორც ყველა სახის ახალი ობიექტების მშენებლობას. დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრის კან კვარჩიას განცხადებით, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ძალაში არჩევა კანონი ბუნებრივი ტერიტორიების განსაკუთრებული დაცვის შესახებ. ინფორმაციას კი ამის შესახებ ავრცელებს ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემა სპუტნიკ აფხაზია. განვაგრძობ გამოშვებას სხვა მნიშვნელოვანი ამბებით. დღესვე ზუგდიდში ამერიკის დღეები გაიმართა. ამერიკის დღეების აღნიშვნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო. საქართველოში ასევე ორდღიან ვიზიტს იწყებს ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგულაშვილი და თომას ჰენდრიკ ილვესი ერთმანეთჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით შეხვდნენ. ხოლო ესტონეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თბილისში ვიზიტისას თომას ჰენდრიკ ილვესი სიტყვით გამოვა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში და გიორგი მარგულაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებებში. ნიკო ფიროსმანის არსენალის მთაღამით საჩუქრად გადაეცემა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ნიკო ფიროსმანის ნახატი $1.5 მილიონად ამ კვირაში კრისტის აუქციონზე შეიძინა. მოგვიანებით ფიროსმანის ნახატი სხვადასხვა კერძო მფლობელის კოლექციაში ინახებოდა და აუქციონზე რამდენჯერმე გაიყიდა. ახალი ამბები თია შონიამ გაგაცანით დროებით.